საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2014 წლის მესამე კვარტალში 508 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 99%-ით აღემატება გასული წლის იგივე მაჩვენებელს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტუმრებს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. IFC-ის წარმომადგენლების განცხადებით მისასალმებელია უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა, რაც ნდობის ფაქტორს უკავშირდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლარის კურსის ცვალებადობის საკითხსაც. შეხვედრაზე შევეხეთ ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ცნება, რომელსაც ეკონომისტები ვიცნობთ როგორც შედარებითი ფასების ცვლილებებს. ბოლო პერიოდში ევროფასებმა მნიშვნელოვნად დაიწყო კლება და ამავდროულად მოხდა დოლარის აფასება. ამან ჰპოვა ასახვა ლარზეც, რაც არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ლარს პრობლემები აქვს. პირიქით, ლარი არის მოქნილი, ცვლილებებმა აჩვენა მისი სიძლიერე, რამდენადაც ქვეყანაში სავალუტო კომპონენტებმა აითვისა ეს რყევები.